სახელთა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ამინ. ძმანო და დანო, დღეს არის სერვა ყოვლადქებულისა, მოციქულისა ბართლომეს, ეს იგივე ნათანაელია, რომელსაც შესახებად ქრისტემ თქვა, რომ აი ჭეშმარიტი ისრაელიტელი, რომელთანაც არ არის საკვები. გახსოვთ თქვენ სოკრატეს თავარი კითხვა მან, როცა სიკვდილი მიუსაჯეს, თქვა, თავარი კითხვა ადამიანის ცხოვრებაში არის, რა არის სიკვდილის შემდეგ? ეს წარმართი ფილოსოფოსი, ახლა ქრისტიანობაში გასაგებია, ყველაზე მთავარი ეს არის. და ვიცი ჩვენ მარადიული ცხოვრების შესახებ. მაგრამ საინტერესოა, რომ წარმართულ სამყაროს ყველაზე დიდმა წარმომადგენელმაც იგივე კითხვა დასვა. რაც უნდა დასვას ქრისტიანობა თავის თავში, დაუსვას ეს კითხვა. და მართლაც, აი მთავარი კითხვა ეს ადამიანისთვის, იმიტომ რომ თუ სიკვდილის შემდეგ არაფერია, მაშინ ჩვენ ყველანი უბედური ადამიანები ყოფილვართ და ამით დავთავრდა ყველა ფსიქოლოგიურადაც თუ ადამიანი ფიქრობს, რომ სიკვდილის შემდეგ ცხოვრება არ არის, მაშინ ის განწირული ადამიანია. წარმოიდგინეთ, ჩვენ ყველას გვინახია, როგორ ახსენებენ მიცვალებულს 2 მეტრიან ორმოში და მიაღწევენ მიწას. რა საშინელება თუ მარადიული ცხოვრება არა. წარმოიდგინეთ, ეს იქნება ჩვენი ბოლო ესე გამოდის. მაგრამ ეს რა თქმა უნდა ასე არის. ქრისტემ არავის სხვა, ქრისტემ მოიტანა მარტო ეს ბედნიერი სიხარულის ცნობა, მარადიული თავისი აღდგომით დაამტკიცა ეს თავისი ღვთაებრივით, როდესაც მან უსალმაზარ სასწაულები მოახდინა, არავის სხვა მოუხდენა ისე, ხოლო სიკვდილის შემდეგ ამაღლების აღდგა, ამაღლების შემდეგ, სულთმოქმედობის ადამიანის შემდეგ, მოციქულებმა გაიმეორეს იგივე, უფრო მეტით თვითონ ეუბნება სიცოცხლეში მათ, თქვენ უფრო მეტს გააკეთებთ, უფრო მეტს ისინი როგორ გააკეთებდნენ ქრისტეს ძალით. გამიგეთ და მე სასწაულები ხდება მოციქულები, მათ შორის ბართლომე, უდიდეს სასწაულები ხდება ჩემთვის. ასევე ხდებოდა მათი მოწაფეების მთელი 3 საუკუნის განმავლობაში, მეოთხე საუკუნის დასაწყისში საქართველოში მოხდა უდიდესი სასწაული მირონ მდინარე, სვეტი ცხოველის სვეტი მირონ მდინარე, რომელიც მე-17 საუკუნემდე მირონი დენდა. სვეტს მოდიოდა მირონი 13 საუკუნის განმავლობაში ჩემთვის. რაც უთვალი მტკიცებულება ქრისტეს ჭეშმარიტების და ასე შემდეგ ჩვენ ამ სასწაულების შესახებ ვისაუბრებთ. და ესე იგი კომუნისტების დროს, ესე იგი ამიტომ იყო განსაკუთრებით საქართველოს რელიგიური და კომუნისტების დროს, როდესაც თითქოს ჩაგვეს საფრთხილება, მაინც ყველა წითელ კვერცხს ხედავდა და აღდგომას ყველა გადიოდა სამყაროში, კაცებში. კიდევ ახლა ჩემი თვალით ვაქვს ნანახი, გაგანია კომუნისტების დროს დავიდა კონსტანტე მოწამეთობას რა ხდებოდა, რა ზღვა ხალხი მიემართებოდა მოწამეთას ტაძარში, მანულა და ერთი მღვდელი გავიცანი, იგი ეფრემ მეორეს პატრიარქის ძმის შვილი თუ შვილიშვილია და მან მომიყვა, რომ გაზრდილი ვარ ეფრემის ფეხებთან და პატრიარქთან გაზრდილიო და 7 წლის ვიყავიო, როცა აღდგომის დღეს სიონშიო პატრიარქი წამოვიდა ამალით, შევედით, სავსე იყო ტაძარი, აღდგომა დღეს კათოლიკე რადონის სამოციან წლებზეა ლაპარაკი. და შევედითო ტაძარშიო და ვიღაცამ ეს კაგების დავალებით რა თქმა უნდა აფეთქა უსტარული გაგეთებული ბომბი, რომელსაც არავინ მოუკლავს, მაგრამ საშინელი სული და საშინელი მუქი დაწმიანდა ისეთი, რომ იქ წილის ჩატარება შეუძლებელია. და პატრიარქმა თქვა, რომ ძალიან მოგზაურობთ, რომ რამოდენიმე ადამიანი წავიდეთ ქაშვეთში და იქ ჩავატაროთ, რომ
წირვა. აი ესეთი ამბები როგორ ებრძოდნენ, ანუ წმენა იყო მათ ჩემოძიფასო. ხოლო შემდგომ რაც მოხდა პატრიარქ ვილიამ მეორის მოსვლით, ამის შესახებ ჩვენ ძალიან ბევრი ვილაპარაკია და ხამილი მიწაიყო და უცებ იფეთქა სარწმუნება, რაშიც უწმინდესის დამსახურება. ჩემოძიფასო დღეს ნათანაელის ხსენება კაც რომელიც მზაკვა არ არის და მაცხოვარმა იცი ეს რატომ თქვა, იმიტომ რომ ადამიანები მზაკვრები არიან ჩემოძიფასო. თქვენ წარმოიდგინეთ რომ ნოე რო არ ყოფილიყო დამთავრდებოდა ყველაფერი. ერთი ნოე იყო უსაქმო ბოროტო კაცი, მთელი სამყარო იყო ბოროტებით და ესე იგი სიძულვით ავსებული. გესმით? და შემდგომ სენის ესე იგი ნოეს შვილის შთამომავლებმა შეინარჩუნეს წმენა, მაგრამ მალე დაკარგეს. წარმოიდგინეთ რომ ესე იგი მე დედამიწაზე აღარ იყო წმენა, არ იყო ბევრი ხალხი მაშინ გასაგებია, მაგრამ იყო უკაცო მესოპოტამია დასახლებული ადგილები იყო, კავკასია და ერთადერთი მზაკო უბოროტო კაცი იყო აბრაამი ჩემოძიფასო. მთელი სამყარო იყო ბოროტებით ავსებული. ამიტომ ამბობს მაცხოვარი რომ აი საოცარია, როცა შენ ხარ უბოროტო ადამიანი. აი დღევანდელ პირობებში ნახავთ თქვენ ვინმე პატიოსან კაცს, მე გამახსენდება იცი უბრალოდ ეხა თავში მომაგონდა გამსახურდიას დროს დასანიშნი იყო პრეფექტი. ხო? პრეფექტი. 120 თუ 100 ნუ თავის პოლიციის უფროსები და იმით ახლა შემეტარდებათ მე შეიძლება 100 კაცი იყო დასანიშნი. და მე ერთმა დიდმა კაცმა ზვიადის მარჯვენა ხელმა მითხრა რომ ზვიადი ტიროდა და ამბობდა 100 პატიოსანი კაცი ვერ ვირჩევ. მე მართლა ესე მოხდა ყველა მომალა თითქმის ყველა. გესმით თქვენ 100 პატიოსანი კაცი მთელ მილიონობით მაშინ კიდევ უფრო ბევრი საქართველოში. და იცულებული ვარ რომ აი ესეთებიც ავირჩიო, აი დრო ვიცი რომ გაგუჩენია, მაგრამ შედარებით რომ სუდი არა შედარებით. აი საქართველოში რა ხდებოდა და რა იქნებოდა ხა სხვა თითქმის უჯულო სამყაროში. და ესე იგი ჩვენ დღესაც ვხედავთ, ხო თქვა ჩვენი თავრობის წარმომადგენლები, რამდენი ხალხია მოვალე, ხო? სულ საბოტაჟი, სულ ძნელია და ასევე მახსენდება კონსტანტინე გამსახურდიას დიდი ფსიქოლოგის უკვე ნამდვილად ამტკიცეს რომ არ თქმევინებს მეფე გიორგის პიპასადმი, პიპა ჩვენში მოღალატეების ჭარბობენ ერგულებს. დაზნაურებს რო არ ეღალატათო ბასილ კეისარს მეორე ჯერს ძლევდნენ. და ასე შემდეგ იცით თქვენ და თუ დიდი კაცი გამოგვერია, ისე დავკორდნით, როგორც დაჭრით ზერას პავე. აი ესე ადამიანები, საკვები არიან ჩვენთვის. და მაგრამ ადამიანი ეს იმას კი არნიშნავს, რომ ესე მზაყვარი უნდა ვიყოთ, აბა როგორ გავითანთ ჩვენ ცხოვრებას ხო და აი სხვები რომ მზაყვები არიან ჩვენს არა ჩემთვის. ჩვენ უნდა რელიგიურად შევხედოთ და ვინც არ იქნება გაბოროტებული, არ იქნება მზაყვარი, მართლა ძნელია ხო ზაკრულ გარემოში ცხოვრება, მაგრამ ჩვენ წმინდა მამები ამბობენ ეს ღვთისგან არის, რომ უბოროტო კაცი ცხონდესა, გამიგენ? ცხონდეს, ესე იგი ისინი რომ შენ გაწვალებენ, ტანჯავენ და შენ მათთვის მოცულო, მაშინ შენ გადარჩენ. მაგრამ ეს იმას აღნიშნავს, რომ ზაკვარ ხალხს, ეს
ამას არის ზაგვარი ხალხი არ დაიჯერებოდი. ისინი დაიჯერებიან, უკაცრესად დაიჯერებოდნენ. მაგრამ აი შენ თუ არ გინდა რომ იყო ზაგვარი, ეს ყველაფერი უნდა აიტანო და მადლობდე ღმერთს. მაგრამ რეალური ცხოვრება ესეთი. სულ ღალატია, სულ ორპირობა, სამპირობა და ათპირობა და რა ვიცი ადამიანი და თუ აკვირდებით ჩემო ძვირფასებო, თუ აკვირდებით ზაგვარი ადამიანი, ხო, რაც უნდა ლამაზი იყოს ვიცნობ, ხო ჩვენ ხალხს. რაღაცა მოცხოველო სახის ფიზიონომია ეცვლება თქო და ცხოველებს ემსგავსება. რატო? ეს რუსთაველის ფილოსოფია, ეს ქრისტიანული ფილოსოფია, რომ ორპირობა, სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერმე სულსა, ესე იგი, ხორცს ავნებს, ანუ ხორცს იცვლება ჩემო ძვირფასო. ჩვენ ეს მზაყრობა და ეს წმინდა ცხოვრება, მზაყრობის საწინააღმდეგო წმინდა ცხოვრება მოიტანა ქრისტემ. და ჩვენ ხედავთ, რომ თუ კაცობრიობაში მაშინ ერთი აბრაამი იყო მზაყრო, ერთი ბართლომე, იგივე ნათანაელია დღეს ვისაც ვახსენებ და ასე ერთეულები იყვნენ. უბოლოდო ხალხი ჩემო ძვირფასებო ქრისტიანობა მოიტანა ის, რომ სახელმწიფოები, ქვეყნები ცხოვრობდნენ. ერთი კი არა, ათასობით და მილიონობით ადამიანი ცხოვრობდა წმინდა, გესმით? უბრალოდ რაც დრო გადიოდა, თქვა 1000 წელი რო გავიდა, სამწუხაროდ ევროპა ჩამოშორდა ჭეშმარიტ სარწმუნოებას, ხო? რომის პაპმა ჩამოაშორა და თავისი ამპარტავნების გამო ეს იმიტომ რომ უკვე აი 1000 წელი ისეთი დროა რომ დაიკარგა სარწმუნოება. და დადგა ესეთი დრო, ისეთი არიან სწორი თუ ჩვენ ვართ სწორი. მაგრამ რა თქმა უნდა ჩვენ ვართ სწორი, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიღალატია სარწმუნოებას, მათ უღალატეს. და ეს მალე გამომჟღავნდა კიდევ. იყო მცდელობა მე-13 საუკუნეში, რომ აღდგენილიყო ეს ერთობა, რა ბედნიერება იქნებოდა რომის პაპა არინება. იყო მე-13 საუკუნეში ასევე, მე-14 საუკუნეში, მე-15 საუკუნეში საერთოდ ფლორენციის კრება იყო, სადაც ძალიან ახლოს იყვნენ შეერთებასთან. ოღონდ ჩვენ კი არა კათოლიკებთან, კათოლიკები მართავდნენ ნამდვილ ეკლესიას, მაგრამ მაშინაც არინებეს, თვითონ სამწუხაროდ და ღმერთმა უკვე აი ამ გაფრთხილებების შემდეგ მოაწყო ისე ეს უკვე მე-16 საუკუნეში, რომ დაანახა ყველას, რომ კათოლიკები ცრუები და რომ ღმერთი მათთან არ არის. განსაკუთრებით ეს ჩანს ესპანეთის არმადას ფლოტილია, ესე იგი ესპანეთს ყავდა ისეთი ძლიერი, როგორც დღეს შევადაროთ ამერიკა რომ ებრძოდეს ბელგიას, ხომ მოუგებს არა აუცილებლად. ასევე ებრძოდა ესპანეთის იქ რადგან ზღვა იყო ფლოტილი თუ და გადასულიყვნენ ინგლისში და ინგლისი იყო როგორც ბელგია და ეს როგორც ამერიკა. 100%-იანი უნდა მოეღო ესპანეთს, მაგრამ მოხდა საოცრება ჩემო ძვირფასო. ისეთი კარიშხალი ამოვარდა, რომ ყველა გემი ჩაიძინა. და ესპანეთი ამ კათოლიკური სამყარო განადგურდა. ესენი მიდიოდნენ დასაჯერად, რადგან პროტესტანტულისკენ იხრებოდა ინგლისის დედოფალი. აქედან ჩანს, რომ პირდაპირ გამოჩნდა, რომ კათოლიკები იმის მერე დაეცნენ საერთოდ და გაპარტახდნენ და იწყებოდა დაწყებულიც იყო და გააძლიერეს მერე სხვა გზა აღარ ჰქონდათ ინდულგენციები, ვიცით თქვენ წარმოიდგინეთ ინდულგენციებს გამოცემდა პაპი, შეგერო კაცი მოგეკლა, გეხიდა ძვირი იყო, ყველაზე ძვირი იყო კაცისთვის ინდულგენცია. აი თქვა ვიღაცას უნდა კაცის ყლა, იყიდიდა კაცისთვის ინდულგენციას და იმ კაცს მოკლავდა და უკვე წინასწარ დაპატიებდა. ეს ქრისტიანობა. ან კაცს ხო ეს მარადიული თემა სულ მოწოს ქალი და ვერ მუშობს ხო ქრისტიანობის გამო და აგერ რომის პაპა აგერ მუშობის ინდულგენცია იყიდეოდა იმრუში. ესმით რა ხდებოდა და ამ ფულის შემოსავლით ააჩენეს მერე პეტრეს ტაძარი და ყველაფერი რაც არის.
ძლიერი და რაზეც ვიღაცები იჯდება დოროთებოდა არქიმანდრიტი რომ მოიხიბა კათოლიკური დაძრები დაარიცის როგორ არის აშენებული ის დაძრები და დაარიცის რა წმენა აქვს მათ და ჩემს ასებო ესე იგი აი ასე მიდის ჩვენი ცხოვრება და წარმართული გაგებით თუ ვიმსჯერთ შემოძვირთას აი წარმართული გაგება ხო რა არის რომ მარტო ამ ქვეყნიურით რომ ვსჯერთ ყველაზე უბედური ხალხი არიან მეფეები და დიდი თავადები წარმოიდგინეთ რისთვისაც ისტრაფის ადამიანი ამ ძალაუფლებს ყველაზე უბედურები არიან წარმართული რომ გავიხსენოთ ახლა ჩვენ გავიხსენოთ რომის იმპერია, ბიზანტიის იმპერია, რუსეთის იმპერია, ჩვენი საქართველოს ცხოვრება და ირანის, თურქეთის და ყველას წარმოიდგინეთ, რომ იულიუს კეისარს დაკლეს დამით, წარმოიდგინეთ, ხანჯლები დაკლეს სენატის წევრებმა. და მამა რაფაელი კარგად აღნიშნავს ქადაგებაში, რომ ხმარა მოიღო, რა თქმა უნდა, ტყიოდა ეხლა დანასო ჩავართავენ, მაგრამ მითმენდა იულიუსი, იმიტომ რომ დაბიო ხალხს, ამ საკვარ ხალხს არ აჩვენებდა თავის ტყივილს, რომ ამბობდა, რომ ესენი ღირსი არ არის, ესენი ღირსი არ არის, რომ მოისმინო ჩემი ტყივი. მაგრამ როდესაც შვილივით აღსტმა ბრუტუსმა ჩაართვა შენზე ბრუტუსმა ხანჯა გაგვირებულმა იკითხა, იმიტომ ამბობ, რომ აცხოვარი ამბობს კაცი, რომელთაც არ არის ზაყვა, იმიტომ ეს ისება, რომ არ არის ხალხში, სუბოროტება ხალხში. და იმაში ბართლომეში, ანუ ნათანაელში, რომელსაც აღვასრულებ ჩვენ დღეს, ეს ისეთი წმინდა კაცი იყო, რომ ზაყვა არ იყო მაშინ ჩემთვის. და ბრუტუს ნუ თუ შეცო, იმის ვეღარ მოიწვი. წარმოიდგინეთ, ძმა რო ჩაგარდა, შვილივით გაზრდილი ძმა მამა რა ახლობე ჩაგარდა დანას გაგიკვირდა ხო აი ესეთი ადამიანი აი როგორ ხდება იულიუს კეისარი როგორ მოხდა ნერონი როგორ მოხდა ტიბერიუსი როგორ მოხდა კალიგულა ხო სასწაული რა ხდებოდა ბიზანტიის იმპერიაში შემოძვებას ერთეულები იყვნენ რომლებმაც შვიდობია ერთეული მთელი 400 იმპერატორი სულ ყველა მოკლულია, სულ ყველა მოწამლულია, მიდი ახლა ინანტრე მეფო. ძალაუფლება ჩვენთან ვახტანგ გოგრასალიდან ზურგიდან ქართველმა ისულა ის არის აშოტ ყურაპალატი დააკარეს ქართველებმა, მოსყიდულმა, გამყიდველმა ქართველებმა, მზაგვარმა ქართველებმა, ტაძარში დაკლეს სული ამ სიტყვის მნიშვნელობით. დავით ახმაშენებელს რამო ათეულობი ესე იგი რამოდენიმე ათეული თავდასხმა იყო მათ შორის ერთი პირდაპირ გულში ის არის და უბრალოდ მთავარანგელოზის ხატი ჰქონდა მეტალის მითონის და ამან გადაარჩინა შედეგი თამარ მეფეს აუჯანყდა წარმოიდგინეთ მთელი თავადობა ძირითადად მაგრამ თამარი წარმოიდგინე არც ერთი არ დასაჯა შემოძვირთვას რა თქმა უნდა დააპატიმრა ზოგიერთი ჩამოაფრა მერობადაფერი დაუბრუნდა განსხვავები იმ ინგლისში მეფეები თუ გასწოთ რა შეიძლება იქაც მოღალატეები იყვნენ სულ თავადები და თავებს აჭრიდნენ ათეულობით, ასეულობით და ათასეულობით ადამიანი ერთი ასეთი ქმედება გაუკეთებია თავის და ჩემო ძვირფასებო ესე იყო არა წარსულში ძველ დროში ასევე ფეოდალები იყო თამარ მეფის მამამ თითქმის ამოხოცა ბაღვაში თითქმის მოწინააღმდეგეები რადგან და ასეთი ცხოვრება გრძელდებოდა ბოლომდე და ჩვენ ეხლა ვხედავ რა ცხოვრება აქვს თუ გინდა ჩვენ სხვას დავუდგათ ხო ჩვენ რა უყურებს ვიეტნამსა რა ხდება რომ ანუ რას ვამბობ ამით რომ ნატრობს ადამიანი რომ მეტალს გახდება ეს არ არის სამეთრებო
არ არის ისტორიას რო გადავხედოთ, ჩვენ ცხოვრებას რო გადავხედოთ, თუ შენ იმას აქვს კარგი ლექსი, ფსიქოლოგიური ნადირობა მორის ფოცხიშვილს, რომ მე ყველას უყვარვარო, მაგრამ მონადირისაო, როცა აფრინდებაო, წერიო, მას ესვრიან და კლავი. სანამ არ აფრინდებაო, მასო არავინ არ ესმის თავს. რო აფრინდება, ანუ გამოჩნდება, მერე კლავი. მეცო იქნებო, რომ არ ვარო გამოჩენილიო, იმიტომ უყვარვა მხარსო, მაგრამ რო გავხდები გამოჩენილი შინაარსო. მაშინ მომკლავებდი პირდაპირ. და მე არავარ ჯერ არ აფრენივარო, მაგრამ მე მაინც უნდა აფრინდები და ფრი, ანუ აფრინდები და მე მოცამდი და სალიერი შემოწმებით ასე, აი ეს არის სულთები ჩვენ ცხოვრება. ჩვენ ვიმყოფებით თუ ვინმე არის კეთილი ადამიანი და უნდა კეთილად იცხოვროს, ის შეამჩნევსო ირგვლივ აბსოლუტურად ზაფხარია ყველა. ახლობელი, შორეული, მნიშვნელობა, მაგრამ კიდევ იმეორე, ეს ჩემგან იყო ერთი წმინდანი ამბობს, ანუ ეს ყველაფერი ჩემგან არის, რომ ჩვენ ამით მივახციოთ ის სასწაულს. მე გვი რა ვიცი რაც კიდევ თქვი ერთადერთი რასაც დავამატებ, აგერ მოყოლებული 2 აგვისტოდან ჩემი კურთხევის დღე იყო 25 აგვისტო ჩემი ანგელოზის დღე იყო 2 სექტემბერი ჩემი დაბადების დღე იყო დღეს 7 სექტემბერია მე და ნინოს ჯურისტების დღეა ჩვენ და მოკლედ ვარ სულ ასე საიუბილეო აგვისტო სექტემბრის დასაწყისში და მე დიდი მადლობა მინდა ყველას გადაგიხადოთ ყველაფრისთვის რაც დიდებული სიტყვებისთვის, არის ახმარებისთვის, ბარბელისთვის, ვანაირი, ყველანაირი, დიდი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა და დაგლოცოთ მეთქმა და მე უბრალოდ ჩემ ცხოვრებას რო ვაკვირდები, ხედავ რომ სიბერის ვართან ვარ და არადა განწყობით ვარ თითქოს აი რაღაც 20 წლის ბიჭი ითქოს, მაგრამ უკვე ყოფდები და ხო და აი ესეთი განწყობა მაქვს და მე ჩემი ხმები ისევ რა თქმა უნდა სულ საქართველოსია და მე წამს რომ საქართველოს მეორე მოსვლამდე იქნება დაფარული, მაგრამ ნუ ისეთი მდგომარეობა ჩემი ძმოს ანტიქრისტიანული ძალები ისე უტრებენ ყველას განსაკუთრებით საქართველოს რომ მე აი ფიქრობ 50 წლის მე წარმოგიდგენია ეს საქართველოს მე ვერ წარმოგიდგენია იმ გაგებით ვერ წარმოგიდგენია რომ აი ეს ვაშკაცობა და ეს რაც დღეს არის და დგავთ მაინც ეს ხალხი ხო წავა 50 წლის შემდეგ თითქმის ყველა ეს ახალგაზრდობა როგორი რა იქნება როგორი იქნება მე რაღაც ვერ ვსახავ მაგრამ ერთი იმედი მაქვს რომ ისგან ყველაფერი შესაძლებელია და ის ახალგაზრდობა რომელიც დღეს კომუნისტები და კონკავშირლები ლანძღავენ ეკლესიას ლანძღავენ სარწმუნოებას მოვა დრო და მოვლენ აზრზე ჩემი აზრით ნუ ყოველ შემთხვევაში ესე მარტივადაც არ არის საქმე ძალიან დიდი ძალეებისთვის საქართველოს ძალიან დიდი აი პირდაპირ შტურმია საქართველოსზე და როგორ გაუძლებს მე არ ვიცი ძალიან დიდი შტურმია როგორ გითხრათ თუ რაღაცა 15 მილიარდი რომელიც წამოწდა ერთ-ერთ ანტიქრისტეს რომ ხარჯავო ტრადიციების დასანგრევადო და განაწილებულია მათ შორის საქართველოსზე წამოწდა ეს 15 მილიარდიდან ალბათ 1 მილიარდი იყო განაწილებული, ხო? ეხლა ალბათ 50 მილიარდს დახარჯავენ, რომ აქ მოსკოვს საწუნება და ყველაფერი არის ჩვენზე დამოკიდებული. ყველაფერი. ეხლა ამბობენ, რომ არაბები და ისე შემოყავთ, მე არ ვიცი ეს ცნობები, მე არ ამბობ, ვინ შემოყავს, ვინ არა. არაბებიც რომ არ შემოიყვანო, არის საქართველოში, საქართველოს არა
ესე ლაპარაკი არ შეიძლება ჩვენ უნდა გქონდეს ახლა ატეხილი ერთი ამბავი რომ საპატრიარქო რატო აკეთებს ხმას და თქვენ ხო იცით რომ საპატრიარქო ამოიღებს ხმას თუ ესეთი მდგომარეობა ძიმე ამიტომ ორიენტირებთ მე საქართველოს საპატრიარქოს თუ ესეთი რამე არის ეს განცხადდება და არა ის პოლიტიკურია აჟიტირებული ხალხი რომლებსაც ზუსტად საქართველოს დანგრევა და რაღაცებს მიედებიან და მოედებიან და ზუსტად ესა თუ ის გაწუხებთ რომ სხვა ქვეყნის ჯერი რომც არ შემოვიდნენ ჩვენ ქვეყანაში უფრო მეტი იზრდება ეხლა ჩვენი მოქალაქეები არიან აზერები, სომხები, რაზეა ლაპარაკი მაგრამ ისევ ამბობ თუ ეს გაწუხებთ ისინი მრავლდებიან და კოეფიციენტი აზერბაიჯანელებს ჩვენ აზერბაიჯანელებს აქვს 7 და სომხებს 3 და ჩვენ -27 და კიდე რაღაცებს ბოდიან ზოგიერთ შექმნით ოჯახები და გამრავლა თუ არა და არ მოიღოთ ხმას აი გამომივიდნენ მოკლედ ბრძოლაში შეფასებოდა რა ვიცი მე უბრალოდ მამა რაფაელის ქადაგებით მინდა დავუსვათ წმინდა გიორგის გამოსახვა მხედრის სახით რომელიც შუბით გველეშაპს გმირავს ეს არის სიმბოლო ქრისტიანობის წარმართებზე გამარჯვების ქრისტიანობის გამარჯვებისა ცოდვისა და ნებების ურჩხულზე ადამიანის გულში სიკეთისა და სინათლის გამარჯვებისა ბოროტებასა სულიერ სიძნელეს ჩვენთანაც არ დაიგო გამოიტანა